20 ივნის მსოფლიოში ლტოლვილთა და დევნილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. Ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მწერალთა კავშირმა აფხაზეთიდან დევნილ ხელოვანებს უმასპინძლა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია დევნილთა მოძრაობა მშვიდობიანი მომავლისათვის ინიციატივით გაიმართა. მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ კიდევ ერთხელ გაცნობოდნენ მწერალ ნანა ქარდავას, პოეტ მაია მიქაიას, მხატვარ ელდარ ქავშბაიასა და კომპოზიტორ ია მაისაიას შემოქმედებას. შეხვედრა ია მაისაიას ცნობილი კლიპის აფხაზეთო საქართველოს მშვენება ჩვენებით დაიწყო. გამომსვლელებმა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ხათუნა ჩარკვიანმა და მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა დევნილი ხელოვანების შემოქმედებით გზასა და მიღწევებზე ისაუბრეს. აღნიშნა, რომ მძიმე წლების მიუხედავად ამ ადამიანებმა შეძლეს დევნილობაშიც თავიანთი საყვარელი საქმე წარმატებით გაიგრძელებინათ. ბუნებრივია, რომ თითოეული მათგანის შემოქმედებაში აფხაზეთის ტრაგედიით გამოწვეული ტკივილი და მონატრება განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. აქ წარმოდგენილი არიან აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედი ქალბატონები, პოეტი ნანა ქარდავა, პოეტი მაია მიქაია, ასევე ქალბატონი ია მაისაია უნდა ყოფილიყო ჩვენთან, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა სამწუხაროდ არ მისცა დღეს ამის საშუალება, თუმცა მისი არაჩვეულებრივი კლიპი გაჟღერდა. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თუ არა ეს ადამიანები, ვის ახსოვს ყველაზე მეტად ის ტკივილი, რაც განვიცადეთ. ეს ერთობლივად ხორციელდება ასეთი ტიპის აქტივობები. ამიტომ უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა რამოდენიმე კომპონენტისგან შემდგარი ღონისძიება მიგვეძღვნა ამ დღისთვის. ეს გახავთ შემოქმედთა საღამო, ბავშვთა ნახატების გამოფენა და ბატონ ელდარ ქავშბაიას გამოფენა. და ეს არის დასტური იმის, რომ აფხაზეთი კვლავ ცოცხლობს არა მარტო ყველას გულებში, არამედ შემოქმედებითაც. ყველაზე მეტად რაც ხიბლავს ამ ხელოვანების არის საოცარი სიყვარულით სავსე განცდა იმ ადამიანებისადმი, ვის ომმა და დრომ დააშორა. აფხაზებისადმი, ოსებისადმი საოცარი სიყვარულია და მე კარგად ვიცი და ჩემს დიდ წინაპრებსაც ვთქვია, რომ რას მტრობას დაუნგრევია სიყვარულს შეიძლება და მჯერა რომ აი ეს სიყვარული აუცილებლად მონახავს ხიდს გულებისაკენ და აუცილებლად დაბრუნდებიან ეს ადამიანები. დღეს ძალიან ნიჭიერი სტუმრები ყავს, ჯერ მარტო ეს გამოფენა რა დღეს უმშვენიერესი გამოფენა არიან უნიჭიერესი პოეტი ქალბატონები დღეს ჩვენი ღონისძიების სტუმრები და ფიქრობ რომ დიდ ქართულ მწერლობას ისინი განსაკუთრებული ესწრებენ თავისი ნიჭიერებით. ამ ქალბატონებთან ჩემი ამ პროექტში მონაწილეობა ეს ძალიან დიდი პატივია და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ამ შემოქმედს ჩვენ გვაკავშირებს ერთი ტკივილი აფხაზეთი, რომელიც შემოქმედების შთაგონების წყაროდ ყოველთვის იყო აფხაზეთი და არის კიდევაც დიდი გავლენა მოახდინა როგორც ფერწერაში, ისე პოეზიაში. ამით ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ, ერთად ყოფნით და ერთმანეთის ესე თუ გვერდით დგომით. ჩემთვის პატივია რომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ჩემი მოწვევა, გარკვეულწილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც იყო დღეს ეს ჩემთვის. მიხარია რომ ვარ აქ, მიხარია რომ ჩემი კუთხის ხალხთან კიდევ ერთი შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა და მომეცა შესაძლებლობა ჩემი ემოციები, რაც ლექსებში მაქვს, გადმომეცა და კიდევ ერთხელ გამეზიარებინა მათთვის. მოგეხსენებათ 20 ივნისი არის დევნილთა საერთაშორისო დღე. 25 წელი გავიდა აფხაზეთის დაცემიდან, ეს არის ძალიან სამწუხარო თარიღი და ამავე დროს იმაზე მიმანიშნებელი, რომ ათასობით და 100.000-ობით ჩემი თანამემამულე 25 წელია ამ სავალალო და სამწუხარო სტატუსს ვატარებთ. ჯერ ხო ისედაც დევნილის ყოფა გასაგებია და მე როდესაც შენ ქმნი, ხატავ, ძერწავ, მუსიკას წერს თუ პოეზიაში მოღვაწეობ, ეს შენი განცდის და შენი ემოციის გადმოცემის საუკეთესო საშუალებაა და ამ 4 ხელოვანს, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწეობთ, გვაერთიანებს ჩვენი თემატიკა, ჩვენი სათქმელი, რომელიც ყოველთვის იყო აფხაზეთის თემა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო კვარაცხელია ესწრებოდა. იგი შეკრებილ საზოგადოებას ცნობილი პროექტის მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან შესახებ ესაუბრა, რომლის იდეის ავტორიც თავადაა. პროექტი დევნილთა ცხოვრებისეულ ისტორიებს მათ მიერ აფხაზეთიდან გამოტანილი პირადი ნივთებისა და ფოტოალბომების დახმარებით გვაცნობს. იმ დღეს მწერალთა სახლში დევნილი მოზარდების ნახატებიც იყო გამოფენილი.